პირველი მინდა აღნიშნო, რომ ნამდვილად არის საამაყო ამბავი და საოცარი შეგრძნება და ემოცია არის, როდესაც იმყოფები ამ ისტორიულ ადგილას, როგორიც არის ეს პარლამენტის წინა ტერიტორია, ამ დღეს იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც რეალურად თავი აქვთ გადადებული ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის და აქ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ადამიანებისა საზოგადოებისთვის არის სრულიად უცნობი. და აი ამ ადამიანებთან შეხვედრა ურთიერთობა და ასე ვთქვათ, აქ ყველა თაობის წარმომადგენელია, საზოგადოება მათ არ იცნობს როგორც წესი, უმეტესობას არ იცნობს, წარმოდგენა არ აქვს ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც ახლა იბრძვიან იქ და ძალიან ემოციურია ის მდგომარეობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ვინაიდან, ანუ პირდაპირ პარალელები შეიძლება გააკეთო იმ ადამიანებთან, რომლებმაც აი თავი გასწირეს 89 წელს. და იგივე ღირებულებები, იგივე სულისკვეთება, იგივე აი ეს ასე ვთქვათ, ფასეულობები და რაღაცა შინაგანი მოწოდება ამოძრავებს ამ ადამიანებს. აბსოლუტურად დაცლილი არიან, აი მე ვისაც გულისხმობ, ისინი აბსოლუტურად დაცლილი არიან ყველანაირი ვიწრო ინტერესისგან, რაღაცა იმ მისწრაფებისგან, პიროვნული მისწრაფებისგან და ასე შემდეგ, მათ ამოძრავებთ აი ეს რაღაცა ენერგია, რომელიც არ უშვებს, ვერ უშვებს და სრული მიუღებლობა გააჩნია იმ რაღაცა პარადოქსის მიმართ, რომელიც აი ხა სუფევს შენობის შიგნით ვინც არიან იმ ადამიანებსა და აი ამ ადგილის ისტორიულ მნიშვნელობას შორის. და იქ იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც აი გამოფენილი არის 9 აპრილის მსხვერპლთა ფოტოები და აი ეს ახალგაზრდა გადაშიგ შეივლდნენ ხოლმე ამ ადგილას და ეს რაღაცა დაკვირვებით აკვირდებიან ამ სურათებს. რაღაცა თანაგანცდაში შედიან, ისინი ხვდებიან, რომ იგივე რაღაცა მდგომარეობაში იმყოფენ, იგივე რაღაცისთვის იბრძვიან. და ეს არის უძვირფასესი პროცესი და რა ვიცი, აი ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ აი ამ პროცესის მონაწილე ვარ, რაღაცა თუნდაც აი რაღაცა ჩვენ. ხო, და მიზანიც ერთგვარად, აი როდესაც მაგალითად პოლიტპატიმრების მშობლები გუშინაც ყავდა სტუმრად და ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა ამას, რომ ჩვენ ღამიდან დავდგებით იქ, ვიქნებით იქ, იმიტომ რომ აი ამ რუსული რეჟიმის წარმომადგენლები არ მოვიდნენ, ვერ გაბედონ ფარისევლობა, როგორც ჩვევიათ ხოლმე ყოველ წელს და ვერ გაბედონ იქ ყვავილებით მოსვლა 9 აპრილის მემორიალთან. ფიქრობთ, რომ ზუსტი იყო და სწორი იყო მათი ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით იმ განცხადებების ფონზე, რაც დღეს ნახეთ. დიახ, აი ამ საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რა თქმა უნდა, არიან პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, ეს ადამიანები არიან ხა უმნიშვნელოვანესი, ასე ვთქვათ, ერთად შეკრული ინტერესთა ჯგუფი, რომელიც ფაქტიურად იმყოფება წინა ხაზზე, აი ამ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის წინა ხაზზე და მათ საკუთარი შვილები, მეუღლეები, ძმები და ოჯახის წევრები ფაქტიურად დასვეს აი ამ ასე ვთქვათ ასპარეზზე, სადაც აი ცხელი ბრძოლა რეალურად მიმდინარეობს. იმიტომ რომ ჰიბრიდული ომია ეს, აქ არ არის ახლა ტყუების სროლა საბედნიეროდ, მაგრამ არანაკლებ ვერაგი ბრძოლა არის და არანაკლებ გადამწყვეტი მნიშვნელობის. ხო, და არანაკლებ ბოროტია ის ძალა, რომელიც უპირისპირდება, ხო, საქართველოს თავისუფლებას. და საკმაოდ რთული გასამკლავებელია, ვინაიდან ძირითადად ფსიქოლოგიურ ასპექტებთან გვაქვს საქმე, დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან. და ანუ საკმაოდ ასე ვთქვათ, სიღრმისეული გონიერება და მაღალი აღქმადობა არის საჭირო, რომ აუღო აი ამ ტექნიკებს, რომლითაც ეს რუსული რეჟიმი აი ამ ასე ვთქვათ, FSB სფერის რაღაცა პლეიბუქით გვემუშავება და აი ამ რაღაცა ინსტრუქტაჟებით გვემუშავება, რაღაცა სტანდარტებით, რომელიც აი სპეცსამსახურების აი რაღაცა ასე ვთქვათ, ხო, მანევრებით გვემუშავებიან, რომ რაღაცნაირად მოგვაქციონ აი ამ რეჟიმის ბიძინა ივანიშვილის რაღაცა რეჟიმის ეს არის პრაქტიკულად იარაღი, რომლითაც იბრძვიან, ჩვეულებრივი ომია, ხო? სხვა ტიპის ჰიბრიდული. ზუსტად, ამიტომ ამ ოჯახის წევრების, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების ეს მოქმედება არის რა თქმა უნდა ძალიან თამამი და ასე ვთქვათ, მამაცი გადაწყვეტილება, თუმცა ის რასაც მათი ოჯახის წევრები გადიან უკვე ფაქტიურად არის ჩვენი ისტორიის
ჩვენი თანამედროვე ისტორიის ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი და ეს ადამიანები აუცილებლად ამ ისტორიაში ჩაიწერებიან როგორც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შემტანები ამ ბრძოლაში და ეს აუცილებლად მათ დაუფასდებათ მიუხედავად იმისა რომ ეხლა მათი ყოფა არ არის ასე ვთქვათ მარტივი და მათ გაიარეს რაღაც ციხეშიძომა ერთი არის მაგრამ და ის რაღაცა უსამართლო სასამართლო რომელიც მათ ასამართლებს აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელი და მდაბიო ხარისხის სამართალი მაგრამ ამავე დროს ის რაც მათ გაიარეს ის სტრესი რაც მათ გაიარეს სანამ აი ამ საპატიმროებში განთავსდებოდნენ და ასე შემდეგ რას ნიშნავს მთელი ეს კონტექსტი მინდა რომ აი ერთობლიობაში დავინახოთ ხო ანუ ეს არის ასე ვთქვათ კომპლექსური ღონისძიებათა კომპლექსი ასე ვთქვათ რაღაცა ბუკეტი არის ღონისძიებების რომელსაც ესენი ახორციელებენ და ამას რაღაც ასე ვთქვათ რამოდენიმე ამოცანა აქვს როგორც წესი აქვს პროპაგანდისტული დანიშნულება აქვს რეჟიმის კონსოლიდაციის დანიშნულება აქვს შიგნით ასე ვთქვათ რაღაც თავიანთ პოლიტიკურ თამაშებში რაღაც გადაადგილებების და გავლენების ასე ვთქვათ გავლენებითაც ვაჭრობა მიმდინარეობს ეს შიგნით ესენი ერთმანეთს არენდობიან მთელი ამბავი არის რუსები იქიდან თალკე სხვადასხვა ტიპის გავლენებს ახორციელებენ მათზე და მთელი რიგი ამბები აქვთ შიგნით იმიტომ რომ ეს ავტორიტარული ესეთი რეჟიმის ჩამოყალიბება ასეთ შემჭიდროებულ ვადებში არის საკმაოდ დიდი გამოწვევა ხო და იქ შიგნით ძალიან ბევრი რყევებია და ამიტომ ამათ ეჩქარებათ და რა თქმა უნდა იქ ესე ადვილად არ არის მოკლედ ეს ამბავი და ამავე დროს ეხა ეს კაფეო გამოხატულება ამათი რეჟიმის მისწრაფების ასე ვთქვათ რომ როგორმე რაც შეიძლება სწრაფად საქართველოს გაიყვანონ აი ამ რუსულ ორბიტაზე ისე რომ ასე ვთქვათ რუსული გავლენა ფაქტიურად ყველა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში შემოვიდეს და ქართულ საზოგადოებას აღარ დარჩეს ასე ვთქვათ თავისუფალი მანევრის შესაძლებლობა ტრენინგებისაც კი ეშინიათ ხო და ანუ ისეთ სემინარი ტრენინგი ლექცია წვრილმანებში ჩადიან უკვე რომ ანუ საერთოდ ყველაფერი თვალსაჩინო ხდება დღევანდელი ეს განცხადებები ხო რა საკვირველი არის საერთოდ ნუ ეხლა ვინც ვერ ყვევით საკითხში რეალურად ჩვენ აღარაფერი არ გვიყურს ნამდვილად მაგრამ დარწმუნებული ვარ აი ქართული ოცნების ასე თქვა ჯერ კიდე შემორჩენილი ამომრჩევლისთვისაც როგორ ანუ ტრული ძალა რო არის იმასაც ვერ ამბობ ანუ რუსეთ სახელწოდებას ვერ ამბობ მაგრამ ტრული ძალა რო არის იმასაც ვერ ამბობ უცხოურ ძალას ამბობ ხო ანუ მე ხო და საითაც მიემართება დავით ალბათ ესეც გასაგებია ხო უცხოურ ძალად ვის მოიხსენიებენ ესეც გასაგებია ხო ქართული ოცნების წარმომადგენლები და ეხლა არ ვიცი ბოლოს დააკლდათ ის რომ ან ისევ საქართველოსთვის დაებრალებინათ 9 აპრილიც ისევე როგორც აგვისტოსს აბრალებენ ახლა საკუთარ ქვეყანას და ან კიდე გამოეცხადებინათ რომ აი მაგალითად უცხო ძალას ვისაც უწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი პირდაპირ შეიძლება შემდეგ განცხადებაში არ ვიცი ესეც დააყოლონ ხო რასაკვირველია და მაგრამ ეხლა ეს ამას კი აკეთებენ მაგრამ ეს ხო ანუ არის რაღაც წარმოუდგენელი ამბავი ასეთი მენტალური ტრანსფორმაცია ადამიანების და საზოგადოების რომელიც ანუ ჩვენ ანუ ჩემი მე ვიყავი 9 წლის როდესაც 9 აპრილი მოხდა რა და ეხლა ჩემი ოჯახის წევრები და ის ადამიანები ვინც იმ პერიოდში ჩემთვის ასე ვთქვათ ჩემს მეხსიერებაში არიან ეს იყო მათთვის უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრამვა და ეროვნულ დონეზე რომელიც ჩვენ გადავიტანეთ და ამას განიცდის ძალიან ბევრი ადამიანი მიუხედავად იმისა ეხლა რა გონია და ვინ გონია ეხლა ქართული ოცნება და ვინ გონია კიდე სხვა პოლიტიკური მოცემულობები და ეხლა ამ დროს იქ მოდიან ადამიანები რომლებსაც ეხლა პროტესტანტები იქ ძალიან გაბრაზებულები არიან იმიტომ რომ ისინი რეალურად აი პირდაპირ ფაქტიურად წინახაზზე არიან თავიანთი შინაგანი შეგრძნებით ისინი რეალურ ბრძოლაში არიან და გაბრაზებულები არიან და უკმაყოფილოები არიან როდესაც ანუ ასეთი დამცინავი ფაქტიურად რიტორიკა მოდის რეჟიმის წიაღიდან და მოდიან ეხლა ადამიანები იქ რომელსაც უბრალოდ კითხვას უსვავენ რომ შენ რას ფიქრობ აი რომ მოდიხარ და პატივი უნდა მიაგო აი ამ გმირებს ხო მათ ხსოვნას მათ ხსხვერპლს რას ფიქრობ ვინ დაიწყო ომი რუსეთი არის თუ არა ოკუპანტი არის თუ არა რუსეთი მტერი და ეს ადამიანები უბრალოდ ვერ პასუხობენ ამას. ეხლა ასე იგი ადამიანი რომელიც მოდის ასე იგი 9 აპრილის ანუ აქ პატევი უნდა მიაგოს ამ გმირებს ხო და მათ ხსოვნას და ამ დროს ამას ვერ ამბობს. ანუ ვერ ამბობს რომ რუსმა ჯარისკაცებმა რუსმა ბრუტალური გზით ნიჩბებით დაჩეხეს ეს ადამიანი. კი ბატონო და ის რამაც უნდა მოიტანოს აი კიდევ ერთხელ მართლა მთელი ქვეყნის მთელი ერის კონსოლიდაცია როგორც ეს იყო 9 აპრილს. კი სხვათა შორის
დღევანდელი დღე წინ გადადგმული ნაბიჯია მაგ მიმართულებით, ძალიან ბევრი რამე დაინახა ფართო საზოგადოებამ. ეხლა იქ რამდენი ადამიანია ადგილზე, მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 9 აპრილის 99 წელსაც იქ 2-3 ადამიანი იყო რეალურად და დაახლოებით იგივე რაოდენობის ადამიანი იყო. ეხლა მთელი ღამე და იქ თვალი არავის დაუხუჭავს და რეალურად მთელი ეს განცდები რაც იქ ტრიალებდა და ეს მოლოდინი, ასე ვთქვათ, ძალიან მსგავსი იყო, რომ ეხლა ვიღაცები მოვლენ აქ, ხო, ამათი ასე ვთქვათ, პოლიციის ფორმაში გადაცმული ბანდფორმირების წარმომადგენლები მოვლენ და ან დაარბევდნენ, ან შეავიწროვებდნენ. და მერე დილას გამოჩნდა არმია პოლიციელების, თავისი კრიმპოლით და კიდე იქით უკან დაჯგუფებული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა შესაძლებლობებით, საპოლიციო შესაძლებლობებით, თითქოს აქ ეხლა რაღაცა მტრული ძალა იყო გამაგრებული 9 აპრილის მემორიალთან. მაგრამ ამ პოლიციელებსაც ძალიან კარგად ეთყობათ დემორალიზება, ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რისთვის იბრძვიან ის ადამიანები. ეხლა თვალიც აქვს და ყურიც აქვს და საკმაოდ ისეთ გამოცდილებაც აქვს. ეხლა ისინი ვინც სისტემაში დიდი ხანია არიან და ხვდებიან ისინი, რომ ეს ადამიანები არანაირი რაღაც პიროვნული თემის და პიროვნული რაღაც ვიწრო თემებისთვის იქ არ იბრძვიან, გულწრფელად იბრძვიან და წარს არ იხრის არავინ აი ამ ასობით პოლიციელის წინაშე. და არავინ ჯერ წინასაღამოს რაც გააკეთებინეს პოლიციელებს, რომ ის ბავშვები რომ გაიტაცეს იქედან და აბსოლუტურად უმიზეზოდ და აბსოლუტურად წარმოუდგენელს მივარდნენ, ანუ რაღაც გამაფრთხილებელი ღონისძიება ჩაატარეს, რომ თითქოს ეხა მეორე დღეს არავინ აქ არ მისულიყო. მინდა უთხრა, რომ ეს ყველაფერი იქნება კონტრპროდუქტიული თავიდან ბოლომდე. ეს რეჟიმი ჩამოიშლება და ამ რეჟიმს ჩამოშლის ეს საზოგადოება და ეს საზოგადოება ეს კონსოლიდაციის პროცესი მიმდინარეობს. ეს ღამე და დღევანდელი დღე ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია, ვერცერთ მიზანს და ვერცერთ ამოცანას მათ ვერ მიაღწიეს. ეს პოლიცია როგორც მოიყვანეს, ისე დაშალეს, ხო? იქ იყო მთელი რიგი ცდელობები, პროვოკაციის, ხან დაჯგუფებული ადამიანები მოიყვანეს სხვადასხვა საჯარო უწყებები და ცხოვრებივით მორეკეს და ადამიანები ვერ ამბობენ ელემენტარულ სიმართლეს ვერ აფიქსირებენ, რომ ეს რუსმა მტერმა, მტრულმა ძალამ გააკეთა ის რაც რისთვისაც არის ეს მემორიალი იქ. ანუ აბსოლუტურად ფაქტობრივად თაღლითური რაღაცა მოტივით მოდიან, რომ ყვავილებით შეამკონ ის ადგილი. ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან თვალსაჩინოა და ჩვენი საზოგადოება გააგრძელებს კონსოლიდირებას. ეს პროცესი მიმდინარეობს, ეხლა ზედაპირზე რა ჩანს და რა არ ჩანს, ეს მეორე თემა არის და საზოგადოება დაინახავს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც რეალურად აი აბსოლუტურ გულწრფელ ბრძოლაში არის ჩაბმული და აი ეს ადამიანები ჩამოშლიან მაგ რეჟიმს. ძალიან მალე. მადლობა. მადლობა ბატონ დავით გუნაშვილი, ფარის წარმომადგენელი.